ეს არის Dolce Vita. თქვენ იცით რომ ეს ყველა გადაცემა არის უფასო, ამიტომ ყველაფრის თქმის უფლება მაქვს და მინდა გითხრათ რომ საქართველოში რამდენიმე ჩემი საყვარელი სასტუმრო მაქვს, სადაც აი რომ მივდივარ, ვიცი ძალიან მიხარია. შატო ვარციხი არის ერთ-ერთი მათ შორის. როცა მახსენდება რომ აქ მოვდივარ, მე მიხარია. იმიტომ რომ აქ არის კომფორტი, აქ არის ფანტასტიკური საძინებელი ლოგინი, აქ არის კარგი ბალიშები, კარგი აბაზანა და მოკეთეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იცოდეთ რომ აქ არის ეს Dolce Vita. აი წარმოიდგინოთ რომ ბაღდადში არის ეს 64 ულამაზესი აუზის სივრცე, რომელსაც ვისურვებდი თბილისშიც რომ გქონოდა და დიდი სიამოვნებით ვივლიდი. და ეხლა თქვენ ჩემთან ერთად გამოგზაურობ და თუ ჯერ არ დაგიგეგმავთ ზაფხული, იცოდეთ რომ ეს სივრცე არსებობს იმერეთში, სასტუმრო უნდა დავათვალიეროთ. შატოს მენეჯერი, ენი იქნება ჩვენი მასპინძელი, ენი. ეს ამ სივრცით უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი საყვარელი ადგილი. საოცრად სწორად შერჩეული ადგილია, თავისი სიმწონით, თავისი აი უყარო უყურებ და ყანებს რო ხედავ და დელოს რო ხედავ, ძალიან კარგია. და აქეთ ვაზს. და აქეთ ვაზს, ვინც აქ ცხოვრობს და არ არის თქვენი ტურისტი, შეუძლია აქ მოვიდეს. დღეში მხოლოდ 10 გარედან შემოსვლელ სტუმარს მასპინძლობთ, რადგან სასტუმროს ისედაც ბევრი დამსვენებელი ყავს და მათი კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ. ძალიან მნიშვნელოვანია სურნელი, რომელიც თქვენ არ გცემთ, რომელიც სუნებზე გართულებულ ადამიანსაც კი არ გაწუხებს, მაგრამ თან აი სისუფთავის და ფრეშის სუნი არა შემოდიხარ და აი ხო შეგიძლიათ რომ ქლორიანი წყალი მოიხსნათ და მიწვეთ ისევ თქვენს გემრიელ შეზლონგზე, რომელიც ძარბილია. ესე ძალიან მომწონს, ეს არის მასაჟი, სარელაქსაციო მასაჟი, აკეთებს არაჩვეულებრივი გოგონა. ოთახი, ეს აბაზანა და ეს ჩემი საყვარელი პოსტერი, რომელიც რამდენჯერმე ჩემს Instagram-ზე უკვე იყო. ზოგადად ეს ამბავი დაიწყო ვენახებით თუ დაიწყო სასტუმროთ. ბატონ დავით აქვს ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება ამ კუთხის მიმართ, ბაღდათელია თვითონ? მისი ოჯახი არის სოფელ დინიდან და შესაბამისად ძალიან უყვარს აქაურობა. და გადაწყვიტა რომ რეგიონის განვითარებას დახმარებოდა საქმე. როცა სანერგე მეურნეობისთვის ეძებდა მიწებს, აღმოჩნდა აქ აღმოაჩინა ეს ადგილი გორაკით და გაჩნდა უკვე აზრი, რომ შექმნილიყო მრავალფეროვანი რეზორტი, რომელიც არა მარტო სანერგემეურნეობა და მეღვინეობა იქნებოდა, არამედ იქნებოდა სასტუმროს ტიპის ნომრები და შუაგულტყეში აჯამეთის ნაკრძალში ხის კოტეჯები. აუცილებლად უყურებთ ამ გადაცემას, იმიტომ რომ თქვენ ნახავთ 64-ს ბაღდადში. წარმოგიდგენიათ, წყალტუბოს გაუწია კონკურენცია. ისე მიყვარს აქაურობა. მობრძანდით, აქ უნდა დაგათვალიერებინოთ აუცილებლად. ჩათვალეთ, რომ მე თქვენი მასპინძელი ვარ. ჩვენი რესტორნის სივრცე ახლა აქ საუზმე მიმდინარეობს. საუზმეც უნდა დაგათვალიერებინოთ, ჩემი საყვარელია. სხვათა შორის საუზმეზე თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ სასწორი, ბიჭები მოგცემენ. თუ კალორიებს იცვლით და დიეტაზე ხართ, აქვე აწონით და ასე შემდეგ. აქ ნახავთ, აქ დამზადებულ მურაბებს, კომპოტებს, ბებო რო ჩვენ ესე გვიკეთებდა და გვიდევდა. ყველა ვინც ბებესთან დავდოდით, ყველას ეგეთ არა მხოლოდ ბებიოსთან. ყველას ჩვენი წარსულიდან ეს კომპოტები მოყვება, მაგრამ ეს ბებია ჩემთან ასოცირდება ჩემთვის ძალიან. და ეს ყველაფერი აქდევს საჩვენებლად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ სოფელში დამზადებული საჭმელი მიერთვათ. ორ სივრცეზე გასასვლელია, ეს ვანახოთ აუცილებლად ვერანდა ერთის მხრივ. და აქეთ საბუხრე ნაწილი, სადაც შეგიძლიათ. სადაც წვავთ მწვადს და ეს ძალიან კარგია. საღამოობით ძალიან კარგია. ჩემო სიყვარულო, მოდი მე შენ განახო ჩემი სანი. იცი მე შენი ბიძაშვილი მყავს. ეს არის სასტუმრო ტიპის ნომრები. ხო, რამდენია ესეთი? 4 არის ლუქს კატეგორია. აი წინ ხედავ ამ სივრცეს, ამ თებს, ამ ტყეებს, აღამას გუშინ ვიჯექი, ვუყურებდი, ვფიქრობდი. ნომრებიც რაღაცნაირი მინიმალისტურია, არაფერი გადაჭარბებული არ არის, ხეა და მივხვდები ამით, რომ პატივი იქცეს. როცა ამ რეზორტს ჩაეყარა საფუძველი, იყო გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული, მაშინ არც ეს ავტობანი არსებობდა. დღესდღეობით ვამბობ, რომ სეზონზე 100%-ით დატვირთულები ვართ. ხო, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აი ეს არატურისტულ ზონას ტურისტულ ზონად ქმნის ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩემი საყვარელი პოინტია და უნდა მოგიყვეთ ამის შესახებ. ეს არის სამზარეულო ღია პრინციპის, ანუ ნებისმიერ ტურისტს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დადგეს
და უყურეს როგორ ამზადებენ მისთვის საკვებს და ეს არის უსაფრთხოების ნომერ პირველი და საერთოდ მე მithkoms არაერთხელ და აქაც გავიმეორებ ღია სამზარეულო მეტყოლებს სასტუმროს და იმ სივრცის იმ რესტორნის მაღალ კლასზე როცა არაფერი დასამალი არ აქვს და ხელის გულზე გიდებენ რას აკეთებენ როგორ აკეთებენ ხელთათმანები როგორ უკეთიათ სისუფთავე როგორ აქვს ნანუკამ ჩემზე მეტი იცის მე არა ნანუკა გიუბრალოდ მართლა გიждდება აქაურობაზე თან მინდა რომ გადაიღოთ ეს სივრცე თან ახეთ როგორია თან რაღაცნაირად თანამედროვე სივრცეშია და თან ოდა იმერული ოდის ფორმა აქვს ამ სასტუმროს ტიპის კომპლექს მაქს ხო მაგრამ მაინც მინდა რომ გადაიღო რომ ნინი მიხვდეს რა კადრები უნდა ჩასვას აქ დოლჩე ვიტა ხო განახეთ იქ შეგიძლიათ რომ მიიღოთ სრუჯი მაგრამ ღიაუზი ცალკე აქვთ აქაც მინდა რომ ხედები ნახოთ უბრალოდ აქეთ ვენახები, ციტ-კათოლიკაური, აქ ტყემლის ბაღები გვაქვს გაშენებული. თქვენ ღვინოს აწარმოებთ? რა თქმა უნდა ვაწარმოებთ და საწყისი იყო აქ. მე ვენახეობა და მე ღვინეობა. მაგიტო ეძებდა მიწებს? დიახ, მაგიტო მეწევდა მიწებს და შემდეგ უკვე მოხვა ეს ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ. შორის ბევრ ადგილას ვიყავი, სადაც აი ღვინოს მოყვა ეს ბიზნესი. ეს არის იმერული ოდა. საოჯახო ტიპის კოტეჯს ვეძახით, სადაც 4-5 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი. იდეალურია საოჯახო და თუნდაც სამეგობრო დასვენებისთვის. ეს ქვისახლი არის ისტორიული, მე-19 საუკუნის ბუხარი არის შეგნით. ეს არის ქვის სახლის სამოთხე. ეს ქვისახლი არის ორსაძინებლიანი. აი ეს არის ის მე-19 საუკუნის ძალიან ძვირფასი ბუხარი, რომელსაც აქვს თავისი ისტორია. რომელიც იყიდეთ ცალკე ბუხრა? კი. თავისი ისტორიის ჩარჩოს ჩასმულია. ხალოდ იყო ბუხარი დარჩენილი და ნუ შემდეგ შემოაშენეთ მთელი სახლი. კი ბატონო. აი საფრისოდის ის ფორმა ისე მომწეს ეს იმერული სახლი. რამდენ ადამიანს იტევს? ჯერჯერობით 55-60 ადამიანს განვათავსებთ. ეს ღია ცის ქვეშ სპორტ-დარბაზი. ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ მენტალური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებასთან კავშირი ვარჯიშის დროს და თან ახლა სავარჯიშო ბილიკი რო გიდგას ბუნებაში სიგიჟია. აი ძალიან მაგარია მართლა. ეს არის უკვე ტყე და ტყეში ჩადგმული კოტეჯები. აქ მოხვედრას არ სჭირდება მხოლოდ მაღალი ბიუჯეტი და სიმდიდრე, იმიტომ რომ დაბალ ბიუჯეტში შეგიძლიათ რომ ეს აიღოთ, აი ის აიღოთ, მაგალითად ის მეორე და ისარგებლოთ მთელი სასტუმროს ხიბლებით. კი ბატონო, თავისი საუზ აქტივობით რაც გვაქვს, გარდა ნუ ორ სერვისი გვაქვს. ბასიანი ეს არის მასაჟის სერვისი და ვესპათი გასეირნება. ეს გვაბრუნებს წარსულში წყალტუბოში, ეს მაშინ ფრუნზეს ქუჩა ერქვა და ლენინის სამწუხაროდ, სადაც მე ვცხოვრობდი და აი ესეთი იდგა. მე მგონი ყველგან იდგა. მე უბრალოდ წყალტუბოში ნახე. წარმოიდგინე, აი ესე ბილიკები დადიხარ და უცებ აი ამ ბილიკით გადიხარ აი ამ სივრცეში. ძალიან ლამაზია. როცა ეს ყველაფერი ღამბნელდება, ეს ნატურები ინთება და ფილმის ჩვენება ან რამის ჩვენება, ანუ ძალიან ლამაზია, ძალიან ბევრ გასართობს თავაზობთ ჩვენ სტუმრებს, როგორიც არის მაგალითად საუნდ თერაპიები ტყეში, აკვათერაპიები, აჯამეთის ნაკრძალში საცხენოსნო ტური. საზანომ გოჩქ.
და კიდევ რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მე ძალიან მახარებს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს საგანმანათლებლო ფონდი. რაც ნიშნავს იმას, რომ წელიწადში 5 თანამშრომელს ჩვენ უფინანსებთ სხვადასხვა სწავლებას, სხვადასხვა პროგრამებზე სწავლებას, როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და რა ვიცი, მე მგონი ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ რეგიონისთვის და მე ძალიან მიხარია, რომ ამ ყოველფრის თანამონაწილე ვარ. და სასტუმროში რომ მოხვალთ, რა შემოდიხართ, რა თქმა უნდა კიდია საქართველოს დროშა და გვერდზე ევროპის დროშა, იმიტომ რომ ამის შემქმნელები ფიქრობენ, რომ ამ ქვეყნის აყვავება ევროკავშირზე გადის და ევროპის არჩევანზე გადის. და ეს არის სივრცე, სადაც ატარებთ კონცერტებს, ხო? ეს არის ის გრანდიოზული სივრცე, შატოს თეატრი, რომელიც სულ ახლა ხანს გავხსენით და შემდეგ უკვე ბატონი გიორგი მოგვიყვება იქ რა ტიპის ღონისძიებები. გიორგია მასპინძელი. დიახ, ბატონი გიორგი ცავა არის. მასპინძელი იქაურობის და მოგვიყვება ყველაფერს დეტალურად. ეს არის გიორგის 64, თავად გიორგის 64, ნანახი გაქვთ გლიცინია, სადაც სტუმრად ვიყავით შარშან. და იცით გლიცინიის შესახებ და გლიცინიაში დამზადებული ჭადის და ყველის ბურგერების შესახებაც იცით. ვაიმე დახარჯავდა კაცი 1600 კალორიას გიო შენ ჭადის ყველის ბურგერში. პირველად ჯდები მოპეძე ხახნა მოპეძე პირველად. ესე იგი რა შეგე? პირველად ჯდები ამაზე. ეს არის წინა ტორმოზი ეს უკან. ეს არ გამოიყენო რა ვაფშე. იმიტომ რომ თან სიჩქარის როაძლევდა რაღაცა ტორმოზს რო დაარტყამ სიჩქარეში მაინც ხჭება ხელი და ეს უკანა ტორმოზი იხმარ ადვილად. ამას ოდნავ როგორც კი გადმოწევ, მიდის სიჩქარეში, აუშვებ და სიჩქარე რაცა ნელ-ნელა იწევს უკან. როგორც ველოსიპედი ეგრე არის რა. ეს უკანა ტორმოზი, ის არ გინდა. ხო, ხელი რამდენიმე თითი მაინც კონდეს. ნელ-ნელა აწია ფეხი. კი, მეც არა. მოყვევ. გიორგის იცნობთ ესე მაყურებელი, გინახავთ ფოტოგრაფი წარმატებული ადამიანი, რომელმაც წარმატებული სამოთხე შექმნა ბაღდადში, ბაღდათელი პატრიოტი, ბაღდათის მოყვარული და ასე შემდეგ და დღეს ახლა ახალ ამპლუაშია ჩემს გადაცემაში. ასეთივე მაგარი ბიჭი არის დათო ცერცაძე, რომელმაც მე პატარა რაღაც შექმნა, იმან ძალიან დიდი და ძალიან მასშტაბური შექმნა და უფლება არ გაქვს უბრალოდ მას არ დაეხმარო. მე საერთოდ გონია რომ ყველა ბაღდათელი წარმატებული რომ დაბრუნდეს ბაღდადში და აშენოს ბაღდათი, ყველა წყალტუბელი წყალტუბოში, ყველა სამტრედიელი, ყველა ხარაგაულელი, ყველა ზესტაფონელი. ვისაც რამე დოვლათი აქვს და დაბრუნდეს და საქართველოს აყვავდება. კი, და მე ვფიქრობ ამიტომაც ეს მოდელი რაც ამ კაცმა შექმნა თავისი ბაღდათისთვის დიმელმა ბიჭმა არის ძალიან მაგარი ბიჭია და ძალიან მაგარი მოდელი შექმნა. 70% ბაღდათელი ახალგაზრდობა ყავს დასაქმებული. ეს იცით რამ ხელა რამეა რომ ბაღდათელი ახალგაზრდას აღარ გარბის ქალაქიდან. მე ვიყავი აქ ცოტა ხნის წინ და აი ეს სიგიჟე არის. ხო და აი ამ ახალი სივრცის ნაწილში ვარ მე ესე რო ვთქვათ. და რას აკეთებ? დიდი კონცერტები რეგიონში, ქუთაისი, ზესტაფონი, ბათუმიც აქვია, ავტობანთან 7 წუთია. ანუ მთლიანად დასავლეთ საქართველოში შეგიძლია მოხვიდე და ძალიან მაგარი დღე გაატარო რა. ძალიან ისე არის რა, თანამედროვე და კომპაქტურად დაწყობილი და წინასწარ გათვლილი. აქ ხალხი ჯდება? კი, იქ ვისაც უნდა დაჯდება, ვისაც უნდა დადგება. ეხა ამ ეტაპზე ვაკეთებთ უფრო ესეთი ფესტივალური მიმართულებით. გარეთ იქნება, ეწყობა ხა, გარეთ იქნება კვების ზონები, სხვადასხვა მოსასვენებელი სივრცეები, პუფების კამები, შეზლონგები, სადაც ადამიანები მთელი დღის მანძილზე სადღაც ესე 7 საათიდან გავხსნით კარს, შეძლებენ შემოსვლას, გემრიელად ჭამას და 9-ზე დაიწყება კონცერტი რა და უკვე კონცერტი როცა დაიწყება, აქ შემოლენ ამ სივრცეში და მიიღებენ სიამოვნებას. სტეფანეც გაქვთ ხო აგვისტოში? კი, 1 აგვისტოს სტეფანე გვაქვს. აი, რა ქართველები არიან სულ? სულ, ეგ გათვლაცაა და ჩვენი სურვილიც, რომ ქართველი გემოვნებიანი, კარგი მუსიკის პოპულარიზაცია მოხდეს და ქართველი არტისტების მაქსიმალურად დატვირთვა და ჩართვა. რა სწორი და კარგია ქუთაისში ამის გაკეთება. გამარჯობა. გამარჯობა, ანდრო. ანდრომ გააკეთა ქუთაისში სასტუმრო, რომელსაც ქვია წიგნების სასტუმრო. წავედით ახლა თქვენს პატარა სამოთხეში და დავათვალიეროთ.
კაი რა. Tom Sawyer-ის ოთახი. Tom Sawyer-ის საბავშვო ოთახია. ანუ თემატურად გაქვთ ეს თემატურად გაქვს, კი. წელების ოთახებია. Mark Twain-ი, Thomas Mann-ი, Tolstoy, Dyuma, Shakespeare, Gabriadze, Kliaშვილი. კაი რა. ვაჟა-ფშაველას ოთახი მკაცრია? ვაჟა-ფშაველას ოთახი კაცრია და გარე სივრცე არის. ვაჟა ის თუ მარმას პიზელი ფერი ქოვება. კაი რა. ეგ არის ანა კარენინას პერსონაჟი, ეგ არის ტოლსტოის ოთახი. ყველგან დას წიგნები. კი ბატონო, წელის მაგი და ეს არის რა ქვია, შეხედეთ. რო აგიხსნათ. დიახ. აი, ეს არის ჩვეულებრივად დაჯდები შეგიძლია წეროთ, შეგიძლია იკითხოთ, ეს სანიშნია. კაი რა. ეს ტელეფონის არის. და დეტალებია, მაგრამ რა ხარ მნიშვნელობა აქვს? შარშან წინ იყო როგორ იცი? აი ნოემბრამდე, ნოემბრის ჩათვლით საერთოდ გადაჯავშნილი იყო ყველაფერი და სულ დასავლეთ ევროპელი ტურისტი. კაი რა. სულ აი ფრანგები, ესპანელები, პორტუგალიელები, ხო. ჰოლანდიელები ფეხშველად დადიოდნენ ეზოში. ხო, ევროპელს და. უფრო აინტერესებს და მე შარშანდელ ტურის ანუ რუს არ აინტერესებს? მოსულიდან 20%. 15-20%. ერთად რუს აინტერესებს ზღვა, დედაქალაქი, ქუთაის ნაკლებად აინტერესებს. ევროპას აინტერესებდა აი ევროპელი ტურისტი აინტერესებდა ქალაქიც, რეგიონის თვითონ. ეს არის უმარ მასპინძელი, ამას ქვია ვაჟა-ფშაველას სივრცე არის, ესა შეგიძლია კაი რა, კაია. აქ სადილობენ? ხო, აქ ეს არის გარე სივრცე მაქვს, არა მარტო სადილობენ, ეგ არის შეხვედრების სივრცეც არის, ახო ნიკო ნიკოლაძის კლუბიც მაქვს. ნიკო ნიკოლაძე როცა ითქვა, უკვე ყველაფერი ნათქვამია, ევროპა და ყველაფერი ნათქვამია. კი, ზუსტად. თუ ვინმე განსაზღვრა მე-19 საუკუნეში ევროპული მმართველობა და ნიკო ნიკოლაძე იყო. ეს კლუბი რას აკეთებს? ჩამოდიან, რაღაცები ლექციებს კითხულობენ, რაღაცებს. გამარჯობათ. ეს დედა ჩემია. სასიამოვნოა, როგორ ხართ? იმიდან კი გიცნობდი, მაგრამ როგორ ხართ? მადლობა. ეს გიზგიზი ხომ ჩანს, ჩემო ალექს? ეს ჩემი იმერული კეცები როგორ ხა იქ კეცებზე ესე ჭადები როგორ შეპუჭკუნდება? საერთოდ იდეა საიდან გაგიჩნდათ? ჯერ ისე დავიწყოთ რომ მოდი არ გამკვირვებია. ქუთაისელ ადამიანს ქუთაისში რომ წიგნები სასტუმროს გაკეთება და მომდა არ გამკვირვებია. რა ვქნა, ქუთაისში ჩემ წიგნთან ასოცირდება რა. და ძალიან ლოგიკურია, მაგრამ მაინც თქვენი იდეის ამბავი მაინტერესებს, წყარო ფიქრები და ასე შემდეგ. ბებოს და ბაბოს სახლი გავაკეთე საოჯახო სასტუმრო და 2 თვე თუ რაღაცა მოვასწარი და მე პანდემია დაიწყო და გაჩერდა. მაგრამ იმას მივხვდი რომ რაღაცა ყველა ერთმანეთს გავდა. ხო. მივხვდი რომ რაღაცა განსხვავებული უნდა შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის. მე ეს მეზობლის სახლი რო გაიყიდა, დავიწყე ფიქრი რომ რა მექნა განსხვავებული. მე და ჩემი მეგობარი რაღაცას ვლაპარაკობთ და თან ჩახედულია ტურისტში და იმაში და როგორა ბუკიო ბიჭო თან ისევ ჯავშანიცაო და ისეცო ბუკია. აი უვედ ჩავიჭირე ეს. ჩამოვდიოდი ხოლმე თბილისში ვცხოვრობ. ჩამოვდიოდი. ფაქტიურად თბილისში ვცხოვრობ. მესამე მცდელობა დაბრუნდი ქუთაისში, რაც წავედი 2005 და ის მერე მოვდივარ და მოვდივარ. აი რა, უკან დაბრუნება. ხო, ყოველ დღე მოვდიოდი რა, აი აქ ვერა მოვდი. ხო და აი ჩავიჭირე ეგ ბუკ. ხო. და მე უკვე ადვილია. რაღაცას რო დაიჭერა. წელების ოთახები რაღაცა და ამნაირები და მე მოდის ფანტაზია და მოდის და უკვე ავარჩიე მე გერმანელი მწერალი, ამერიკელი მწერალი, აქ გაბრიაძის აივანი მაქვს, შექსპირი, რომეო და ჯულიეტას ოთახი მაქვს. კლიაშვილის, ნიკოლო ნიკოლაძის მისაღები მაქვს, დიდი ნიკოსია. და თოთუღაშვილმა გაიხსნა. წერალს უნდა გაიხსნა თავისთავად. რო გავხსენი ნოემბერში ჩავხურე სეზონი და პირველ ადგილზე დავამთავრე ქალაქში. ვაუ. ჯავშნებით და ნახვებით და იმით რა ქვია. პირველ ადგილზე ვიყავი, რახან ეგ რაღაცა უცხო იყო და უცნაური. მეორე წელს მქონდა ივლისის და აგვისტოს და იმის ჯავშნები მქონდა. მარტის მოვლენების მერე რო დაიწყო ჯავშნება გავაქვეყნე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ იმერეთში ევროპელმა ტურისტმა იყო. დამათვალიერებინებთ აბა აქეთა მხარე. ეს ევროპელი ტურისტები რა ჩამოდიან, ძირითადად რა უკვირდათ, რა მოსწონდათ. ყველა იძახოთ რომ ანალოგი არა აქვს. აი მე, აი რა, ეს ძალიან მაგარია. იმათო.
ეს არის აი რა ლამაზია. ეს არის ნიკო ნიკოლაძის მისაღები. აი ნახეთ როგორ გეტყობათ რომ ნიკო ნიკოლაძე განსხვავებულად იყავთ. ხო, ბატონი ნიკოს აქ არის. ეს არის ვინც აქაურობას აკეთებს ბატონი მამუკა ჭოხონელიძე. ვინც შემოქმედება ჩემთან ერთად, მისი გაკეთებული დაფხაჭული ნიკო ნიკოლაძე ლურსმნით. აი რა. ხატავდა ნანინა ჩემი მეგობარი მას რა ქვიათ მაგალითად დონ კიხოტს. მამუკა აკეთებდა ესეთ რაღაცებს. დანის ტარით, შუბი პასტად, ლუი ვიტონი ფარად. აუ ძალიან კაია. მოკას დონ კიხოტ. გაბრიაძის აივანიც ულამაზესია. გარე აივანი შემოვიტანეს შიგნით. ეს ბატონი ეს წელის სამუშაო ოთახი, ნუ ეს ჩემი სამუშაო ამ წუთას აქ ამის გულისთვის დადიოდნენ. ეძინათ, გამოდიდნენ რაღაცა უცნაურად ჩვებოდნენ, ჯერ არ ელოდებოდნენ. ევროპელი სტუმრები. დიახ. და აი ახლა გახედა ეს ჯერ. კაი რა მაგარია. დაიცატრინით. ივატონა. რო დააკვირდები, გავრიაძეს იცნობ. აი, თავის ყველა დეტალში. კი. ეს არის შექსპირის ოთახი, რომეო და ჯულიეტასი, ეს ჯულიეტა ზაივანა თლად ვერონა არ არის, ვერ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში. ძალიან მომეწონა ეს სივრცე. აქეთ გაჩვენებთ კლდიაშვილს. აუ, კლდიაშვილი მაინტერესებს. ესეც რაღაცა მინიმალისტური იქნება ალბათ, არა? ხო. აუ, ესეც რა მაგარია. ხო. ეს არის კლდიაშვილის ოთახი, ოღონდ არ არის დალაგებული, მაგრამ არავშა. მიხვდებით რაც არის. აი ზუსტად. აი ზიმერულის რა ქვია, ოდასახლი და უკვე ბეკინა და პლატონი გაყოფილი ყავს უკვე ესე დავახატე. ესეც ნაკეთი ხელნაკეთია ეს საწოლი. ხო. აქეთ არის სტუდია, მაქვს აქა? ხო. ნიკო ნიკოლაძის რა ვიცი სტუდია, რაღაცა ჩაწერების დავიწყე, რაღაცა პოდკასტების, მაგრამ კაია. 1-4 პოდკასტი ჩავწერეთ, მაგრამ მე გავჩერდით რაღაცა მიზეზთა გამო. აი, 7 ლარიანი წერია, 3 წიგნი და 7 ლარიანი წერა. აუ ეს რა კაი იდეა. ხო. წიგნები ზემოთ. ეს წიგნებით, განათებით წიგნებით, აუ განათებით. ეგ ძალიან კაი იდეა. ეს არის ზედა ქვედა სცენა თეატრი, ამფითეატრი უბრალოდ. ის ქვედა სცენა და რა ხდება ხოლმე? ეს ახლა დავასრულე. ჯერ არაფერი არ ხდება. თეატრიც იქნება. აუ ეს უკვე რატო აკეთე ადგილობრივებისთვის აკეთებს სივრცეს. რა თქმა უნდა. და მეხმარდნენ ამაშიც ლევან ღამბაშიძემ და კახა კინწურაშვილმა ფული ამიკრიბეს. ამაზე მითხრა რომ მოვიდნენ ლევან მაგ ლექცია წაიკითხა კლუბში მოვიდა ჩვენ. მითხრა. ხო. მითხრა მომწერა მე, მომწერა. ხო და თქვენს გააზიარეთ სხვათა კი, ახლა გამახსენდა ხო და მადლობა მაგისთვის და რატო აკეთებ მარტო ამას რომ კაცო? ჩვენ და გიხმარებით რაღაცა ზესტებით და კი ჩემს ცხოვრებაში არავინ დახმარებია რა ვიცი ძალიან მომერიდა და ახლა კინწურაშვილი ლევან ღამბაშიძე საჯარო მადლობა. ხო, ბიჭებო, რა თქმა უნდა. უღრმესი მადლობა. ამ დახმარებისთვის. გეხელა პასუხისმგებლობა მქონდა რომ ადამიანები მეხმარებიან, ან რა არ ვიცი ახლა ვინ ჩარიცხა რა ქნა როგორ ქნა რა ვიცი. ხო, დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელიც ამ მაჩვენებს. კი, რა თქმა უნდა, იქნება თქვენს გააზიარეთ რაღაცა და აი ვიყავი, ეხლა ვარ 1-2 კვირა ვისვენებთ რა, ვიყავი რაღაცნაირად აი მოჭიმული, რომ პასუხისმგებლობას ვორნი დიდს. იმერულია ძალიან. რაღაცნაირად ცოტა სიმკაცრე, ცოტა ისა და ჩამოვლენ და დადგამენ აქ რა. რა თქმა უნდა, სურვილებიც არის უკვე. ეხო რა არის, არა, რაღაცნაირად თითქოს ისეთი ადგილია, რომ თითქოს არ არის რაღაცა სოფელი, ქალაქია რა. და აი ქალაქში ამ თან სოფელია, თან კულტურული ცენტრია, თან იდეაა, იმიტომ რომ ნუ ჯერ რაღაცა ეს ევროპასთან ძალიან გვაახლოვებს, ხო და აი ძალიან ყოჩაღ რა. აი მე წამოდი ჭადებს ადებს კეცებში ბიჭო. აი მე დედა, ამისი არც კალორიას ვითვლი, არც არაფერს არ მაინტერესებს. ჭადი არის ჩემი სისუსტე. ეს არის სასტუმრო არგო. ძალიან სწორი ხალხი სასტუმრო და აქ მუშაობს ძალიან სწორი და კარგი ხალხი და ამიტომ მოვედი არგოში, ამიტომ მინდა ყველა მიცოდეთ ამ სასტუმროს შესახებ და ამიტომ მინდა რომ ქუთაისში რომ ჩამოხვალთ არგოში მოხვიდეთ. ამას მოვითხოვ კატეგორიულად, რომ არგოში მოხვიდეთ და დარჩეთ და მათ მხარი დაუჭიროთ ფინანსურად,
იმიტომ რომ მათთვის ეს მნიშვნელოვანია პროტესტში მყოფ ადამიანებს, როცა სჭირდებოდა, ეს ადამიანები უერთში გვედგნენ. მათ შორის შეიძლება პერსონალურად მე არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ჩვენ თანამებრძოლი მნიშვნელოვანია. ჟურნალისტებმა რომ სამოქალაქო თეატრი შექმნეს და არავის სივრცე არ დაუთმო და არავინ კარი არ გაუღო, არ გვაღმოჩნდა ის ერთადერთი, რომელმაც კარი გაუღო მათ. და სხვათა შორის ამ ჟურნალისტებიდან დღეს აღარცეთი აღარ მუშაობს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ჩემო საყვარელ რა ლამაზი ხარ? შენთან შემოვდიოდი ზუსტად გამარჯობა. ხო. მარტო მეგონი, ანუ მარტო მეგონა სხვა ჯგუფი. არ იცოდე რა ჩამოვდიოდი? ჩემო საყვარელო, შენს garaშე ვისვანდობდი აქ. მე როგორ ხალხს გაგაცნობ? კარგია. ნანუ ეს არის 1914 წლის სახლი, ქუთაისის ერთ-ერთი უძვირფასესი სახლი, როგორც ქალაქური სახლები შენდებოდა რა. ეს ფასადიც და ეს ყველაფერი უკაცრავად შეუნარჩუნეს. ხო. და აღდგა ბუხარი ფერები. ეს იყო ვიღაც რუხაძეების სახლი. და რამდიდრები იყვნენ? კი, ძალიან. ეს სასტუმრო ცენტრი ყველაფერი ერთად. კი, ზუსტად მასე. ეს არის ხა ადგილობრივი მხატვრების გამოფენა, ნუ მუდმივად არის. აი გუხიანიძე კი ცნობდი ძალიან საინტერესო მხატვრებია. ყოველთვის აქვს ხელშეწყობა. როგორც ჩვენ გითხრეს, რომ გვერდით აგიდგებითო, გასაგები იყო რანაირ ხალხთანაც ქონდა ურთიერთობა. ხო, რა მნიშვნელოვანია ეგ სოლიდარობა ეხლა. დასაფასებელი. თან მაშინ კი. სად გაგწოვე კაცო? აი ახლა ქვევით პირველ სართულზე. ჩავიდე? სართულზე. აქ სპექტაკლის დროს ჩვენი კულისია პრაქტიკულად. აქ გქონდა სპექტაკლი, აქ გვაქვს რეპეტიციები. ტურტლიანი ხენები წულში ნუძრები ჭუჭყიანო. აბა სწრაფად მეხზე გაიხარე და იატაკი ხეხე. ცოცხლადო და კი არ არის მუხდენი. თვითონ მითხრა, მე კიდევ ჩავწიე და მიდანე. ერთი სპექტაკლი მესხიშულზე გქონდა. ანუ აქ დადგმული სპექტაკლი. წარმოიდგინე ამ პატარა კუთხიდან რომ გადადიხარ ამ ხელა სცენაზე და ნუ ვფიქრობ რომ ვიამაყეთ იმ სპექტაკლით და აქ რომელიც გავდგით და აქ რომელიც ვითამაშეთ ის არის დოკუმენტური პიესა, რომელიც მე აი პირველი. ხო. საბა კლდიაშვილზე, მე ვიყავი ეფრო კლდიაშვილი და მოკლედ ნიტას ჩემი შვილი სამოქალაქო თეატრის დირექტორი და რეჟისორი და მდგმელი. ეს ახალგაზრდების სცენის მოყვარები და გამარჯობათ. გივიკო წელსაბარებს თეატრალურში. რა კარგი ბიჭი ხარ. გივიკო ხურციძე, თათული, დათუჩა და მაცაცო ქაროსანიძეები, რეზიკოს შვილი და რეზიკოს ძმისშვილი. ძალამაზები ხართ. ყველანი აქ ვართ და ახლა ნელ-ნელა მოვლენ. და ახლა გექნებათ რეპეტიცია? აუცილებლად, კი. ახლა ვაკეთებთ ანუის სარდაფს. და ეს ბედნიერება კიდევ უფრო მეტად დავემატეთ არგოს, იმით რომ როცა სამზარეულოში შევედი, მივხვდი რომ ყველა რეკვიზიტი აქ იყო, რაც გვჭირდებოდა. ამბავი ესეთია, უფრო ძლიერ ქალზე, ძალადობის მსხვერპლზე, ქალიდან. ეს ჩვენ დავიწყეთ მანამდე, სანამ ჯერ კიდე აქციები ასე არ იყო. და თითქმის ბოლოში ვიყავით მისული, რომ აქციები დაიწყო და რა თქმა უნდა რეპეტიციები 4 თვე გაგვიჩერდა რეპეტიციები. ახლა დავიწყეთ, იმიტომ რომ მივხვდებით, რომ მოვკვდებოდით, რომ არ დაგვეწყო. ჩვენ არგოში სამოქალაქო პოზიციითაც სოლიდარობა გქონდა, სახელოვნებო პოზიციითაც სოლიდარობა გქონდა. ხუთაში რა ჩამოყვალ დარჩით არგოში, აუცილებლად. კომისარს ვისთამაშობს კიო. დაახლოებით შესაძლოა, ანუ ეს ახლა ამას ყველაფერს ვერ ვიტყვით, ვერ ვიზამთრით აქ და აი ეს ზედასახარში როგორ ადის, როგორ წირავს ამ პლაკატს სარდაფშია და ეს ცოტა პლაკატ, ალბათ არ გამოგვივა პლაკატური, მაგრამ მაინც პლაკატური იქნება რეალურად. რა, იმიტომ რომ ეგ არის კონტექსტი. გაწირვა ადამიანს. ძალიან დიდი მადლობა. თუ მშვიდობა იქნება, ჩამოვა. შემოსიყვარულო, მითხარი ორი სიტყვა რა. შენ დიდი ჟურნალისტიკიდან ესე იგი როგორ გადახვედი აქ? როცა ზეკომ შემოთავაზა რომ ვაკეთებ სამოქალაქო თეატრს, ძალიან მომეწონა. ისეთი კარგი იყო. ისეთი განტვირთვა იყო ჩვენთვის, მართლაც პროფესიონალი ჟურნალისტებისთვის, სხვადასხვა ცენტრალურ არხზე დასაქმებული ჟურნალისტებისთვის, ფორმულა მთავარი და სხვადასხვა მედია საშუალებების. მოვდიოდით მთელი დღე გადაღებებზე ნარბენები და აქ
აი ვისვენებდით რასაც ქვია. მიუხედავად იმისა, შრომობდით და რამდენიმე საათიან რეპეტიციებში ვიყავით ჩართული, ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი განტვირთვა. ამ მასშტაბის პასუხისმგებლობას ვერ გრძნობდი, როცა ეკრანის წინ საუბრობდი და უფრო მეტი ადამიანი მიხურებდა და ეს იმდენად საინტერესო იყო, რომ არ ვიცი, აი ვერაფერს ვერ შევადარებ. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მსახიობობა და აი რომ ამბობენ, რომ სცენის მტვერი ჩაყრაპა და მოიწამლა და დაახლოებით ისეთი ინტოქსიკაცია დამემართა. ის რომ წარმატება, ძალიან გულშემატკივრად. სამოქალაქოს გაუმარ? ჯას! ქუთაისს გაუმარ? ჯას! ჩემი შემდეგი გაჩერება არის სპორტო გუმათი. ანუ რაღაცა ბალნარევი, იმერული დასასვენებელი ადგილი და რას გულისხმობ, ეხლა თქვენ მაგას მიხვდებით. გამარჯობა. ასე ამონდა. გამარჯობა. პატარა ინფოტრუს ჩაგიტარებთ? კი, ძალიან საინტერესოა. 11 კოტეჯი გაქვთ ხო? კი, ბატონო, 11 კოტეჯი. და ყველა ესე შეკიდებულია კლდეებზე და მთებზე? კი, ბატონო. კაი რა, რას? რაღაცა თითქოს ესეთი ხო უნდა აი მე თქვა რომ ბევრი მინახავს, მაგრამ მაინც განსხვავებულია. ერთადერთი მაინტერესებს აქ ჩემოდნები როგორ ჩააქვთ? ჩვენ ვეხმარებით უშუალოდ სტაფი, ვეხმარებით ჩემოდნები სატანად ჩამოტანაში. ხო, მაგრამ ალბათ რაღაცა გძელი ვადით აქ არავინ არ ჩამოდის რა, 60 დღიანი ტურისტები გეყოლებათ. კი, უმეტესწილად 60 დღიანი ყავს, რა თქმა უნდა. ეს არის ახალი კოტეჯი, ხო? კი, ბატონო, ეს გავაკეთეთ, რამოდენიმე კვირაში დავასრულეთ. მისი პერსონალური აუზია. ძალიან ლამაზია. ძირითადად ქართველები დადიან? ქართველები დადიან უფრო მეტად ზამთარში. აუ, რა მაგარი ხედი გაქვთ ეს წყალი. ეს გაშლილი სივრცე და წყალი. აქ საქანელა გვაქვს ჩაფიქრებული. და როგორი სტილის? დაახლოებით ბალიზე რომ არის. ესე რო აგდებ. წყალზე რა ლამაზი იქნება ეგ საქანელა. კი, ბატონო. სხვათა შორის ბალიზე მაგ ადგილას საქანელების გამო მიდიან. ჩვენებური ვერსიაც უნდა კი, შევთავაზოთ. ქართული ვერსია ძალიან კაი, იმიტომ რომ მაგის გამო მოვიდა საერთოდ ტურისტი. ფილად. სამომავლოდ გეგმავთ აი აქ ფუნიკულიორივით ლიფტის გაკეთებას რა. და იქით ხვევით პირდაპირ ჩავიდეს. ქვემოთ ახლა ძალიან ბევრ ივენთებს ვაწყობთ, ხელისმოწერის ცერემონიებს, ხელისმოწერის ცერემონიებს და შესაბამისად მარტივად რა ჩავიდეს? ხო, მარტივად, კი ბატონო. მოვზანდით. აბა. ხო, ნუ ეს არის, ანუ მართლა ძალიან მაგარია ეს რა. კი ბატონო. ეს ხედი არის. და თან იცი რა შეგრძნება? ყველა სხვა იმისგან განსხვავებით, აი კლდეზე რო. გეგონება სადღაც ჰაერში კიდი ხარ. განსხვავებული კლიმატიც არის, აქ შედარებით ქუთაისთან. ცოტა უფრო ტროპიკული ალბათ, ხო? კი, ბატონო. აქ ჩამოსულმა ადამიანმა მარტო უნდა მოიტანოს საჭმელი. საჭმელიც გვაქვს რესტორანი, თქო. თქვენ გაქვთ რესტორანი ადგილზე? კი, ბატონო. აი ნახე რამ ხალხ სიღრმე აქ ამ თვითონ იმას კლდეზე რო არის შეფენილი. მაგიტო აქ შეგრძნება რომ გაქვს რომ ჰაერში ხარ რა. ასაშენებლად და ასაწყობად რთული იქნებოდა რა. კი, ძალიან რთული, კი. ხო, ყველაფერი თქვენ მოიტანეთ აქამდე? წყალი არტეზიული გვაქვს გაკეთებული, კი ბატონო, უკვე დასალევადაც უკვე ვარგისიანია. სპეციალურად დავაყენეთ ფილტრები, კანალიზაციის სისტემა დამონტაჟებულია საერთაშორისო სტანდარტებზე. კი ბატონო. ბუნებასთან რა მასში იყოს ხო? ვარ დააზიანო. ეს სასაუზმე ადგილია. აქ არა მარტო სასაუზმე, ანუ რესტორნის სივრცე, ესე ვთქვათ, პატარა კაფეტერია, კი ბატონო. ძალიან კაია. აუ, ძალიან კაია. კატარიტანა? კი ბატონო. ძალიან კაია. ეს უტყეა, თითქოს არაფერი არ ჩანს, თითქოს უკან არაფერი არა. ასე გიჟია.
ქუთაისიდან რაღაც 15 წუთში. ხო, 12 მაქსიმუმ. 3 ადამიანია, მეგობრები არიან. აჰა. თვითონ რო შემოვბრძანდით იქ სახლი, სოფლის სახლია ჩვეულებრივ. და ეს ტერიტორია ქონდა ტყე და ტყეზე ასე ვთქვათ გადაწყვიტეს რომ რატომაც არა. ანუ ბავშვობა აქ გაატარა. კი ბატონო. და აქ ქონდა საფეხმავლო ბილიკი, ჩამოდიოდა და რიონში ბანაობდა. აჰა. ხო და შესაბამისად გადაწყვიტეს სამივემ მეგობრებმა, სამივე მერელია? კი, ქუთაისლებია ყველა. ოკეი. და დაარქვეს შპს 3 ელემენტი. ბევრიც არის ფიქრეს. ბევრიც არის ფიქრეს. რაღაცა მალევე თავიდანვე ამოქოქეს, ხო? თუ 2 წლის წინ გაკეთდა, რაღაცა ისე ძალიან კარგად გიმუშავიათ. კი, მთელი ფინანსები რაც შემოდის, უკან რეინვესტირება ხდება. თავიდან ბოლომდე 100%. ანუ აქ ადამიანი მოდის სიწყნარისთვის. სამუშაო პროცესში მოდიან აქ. ხო. რომ აქიდანაც მუშაობენ, ვინც აი ონლაინ გაყიდვებზე მუშაობენ და შემდგომ. ბატონო, იმიტომ სიწყნარია, სიმშვიდეა, უფრო მობილიზებულია. ხო, მტერი ხმებისაც ესმის ბუნების ხმები არის. კი. ეს შესაბამისად ეგ არის, ანუ აქ რატო უნდა წამოხვიდე, სიმშვიდისთვის უნდა წამოხვიდე რა. ანუ რაღაცა არის მასავით არ არის, მულტფილმის რო არის კიბეები. ხო, ეს ზღაპრის. გონია რომ გნომები გამოხტებიან. ანუ აქ დილით გაღვით 6 საათზე, 7-20 წუთზე სიარული. გამარჯობა. კარგად, ხო როგორ ხარ? ხარული ვარ. მადლობა. ანუ აქ დღეში ორჯერ ჩასვლა ამოსვლა. ორჯერ. ეს 200 კალორიას გაჩუქებს. შეიძლება მეტიც გაჩუქოს. მგონია რომ უცხოელები ალბათ ამ ეგზოტიკაზე გიждდებიან, არა? კი ბატონო. ფეხით რა უნდა იარო, ძალიან ბევრი. უფრო მეტად ნანუკა ქართველებს აქვს გართულება. რა თქმა უნდა. ფეხით სიარულზე, თორე უცხოელებს არანაირ. რა თქმა უნდა. ჩემს ჩინელებს და კორეელებს ბედნიერი ხალხი არ არსაობს. ინდონეზიელებიც კი არ არიან ეგეთ ბედნიერი. ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ეს დამატებით მომსახურებები უფრო მეტად შევთავაზოს ტურისტებს რომ ხო, მაგრამ ეს მაინც მგონია რა სიწყნარის ადგილი. კი, რა თქმა უნდა. აი ხედის და აი აქ რო გიმოდიხარ, ალბათ ინტერტეინმენტი არის ეგ რო აი მას შეხედო რა. და ეს სივრცე კონდეს და ეს ადგილი. ძალიან აუ შენ არ დაიღალე? ნუ იგონებ, მაქს. კაი ხა. ნახშირწყლს მეც არ ვჭამ. მე მგონი აი ამ კოტეჯებზე იქნება წეწვა, ხო? უფრო მეტად ქვემოთ. მართლა? კი ბატონო. იგა შვილო. გული ხო არ აგიჩქარდა? ესეც საუნა ახალი გაკეთებული გვაქვს დაახლოებით 1-2 თვის წინ მოვჭით. ძალიან მოწამთ ხო? კი. საჩხავეთ. ძალიან ლამაზია. საღამოს ნათდება აბსოლუტურად ესენი ყველაფერი. ხო. გიგა. ჩემო სიყვარულო. გიგა მოვიდა როგორც. ამბავი, ეს არის სასტუმრო, რომელსაც აქვს პარკინგი. ესე იგი, ჩემო საყვარელო ადამიანებო.
ჩამოვედი ჩემს საყვარელ ბათუმში, როგორც კი გავიგე და მითხრეს რომ ბათუმში გადაღებებიაო, დამთავრებული არ ქონდა ჩემს პროდიუსერს, მე უკვე ბათუმში ვიყავი ჩამოსული. სხვადასხვა ბათუმზე უფრო მეტად მიყვარს მაღალმთიანი აჭარა. თაგოზე ვგიშდები, თაგო არის ჩემი სიყვარული. წავედით ახლა ამ სასტუმროში პირველად ვართ კი არა და ახალი სასტუმროა და რა თქმა უნდა პირველად ვართ. აი კაფეა, იქ ბრანჩია. წამოთ ერთი წამით ვნახოთ. მე შემეძლო რომ ჩემი ფანჯრიდან ეხა სანსეტი მენახა, ხოლ ნახავ. სანსეტს. გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად. ძალიან გამეხარდა რომ პარკინგი გაქვთ. რამდენი ვარსკვლავიანია? 5 ვარსკვლავიანი, ეგრეც მოვხდი. მოსკოვი არ არის საათებში. ამოვიზონდე. Okay, please check in the car. რომელსაც ეწყება საუზმე? საუზმე დილიშვიდი საათი 11 არის, 14 საათზე. თქვენი ჯავშანში უფასო იქნება აუზი, ასევე სპორტ დარბაზი და ასევე საუნა. ანდრი, ძალიან დიდი მადლობა, ბედნიერი საღამო. ეხლა ვნახოთ როგორია ნომერი. 12 12:05. 12:05. აბა მოდით მეგობრებო. ვაუ! კარგია ბეჭი, კონდიციონერი გამოვთეთ? კარგია მთისწალი. იციან რა დადონ? აქ მზირჩას გაიქნება საოცრება. Morning. რეგეკონა მომზადებელს როსაც ჩამყრი? რავი. ცოტა გვიან. აი რომ რუტინასთვის გელოდებოდი თქვენ არ გავიკეთე. ესო არის მწვანეა საოცრებელი. იმიტომ რომ ეხლა გზავრობის დროს მგონია რომ დამაყრის. საერთოდ რომ ვცადეთ აი ამ ხაფებს გამოვიკეთებ. მაგრამ გუში მაკიაჟი რომ მოვიშორე, ისეთი დაბრელი ვიყავი და რომ ჩომეძინა ვეღარავდეთი ხაფისთვის. ხოშეს კარგად მეძინა. მისთვის ხამ ხოლმე ზოგადად რომელიც ხა არ მაქვს. და მე ეს არის მიზონის ის 7 პაკეტი. აი ესე. და ძალიან მარტივად შეიძლება, ძალიან მარტივად შეიძლება. თვალისკენ ყველა მაწვეს ალერგიას, ერთადერთი რომელიც ალერგიამ არ მომწეს არის 11. Village 11. 11 Village 11, რომელიც კიდევ. მიუხედავად იმისა, რომ ხა სარბენად მივდივარ და მე რა გავუფრიანდებ და მე თავიდან გასაკეთებული მექნება, რაც დილით მინდა რომ ჩემო ორგანიზმმა შეიწავოს. იმას მაინც ვიშვამ. და ეს ჩამოვიტანე ტორიდენის ღრმა დამატიანიანებელი კორეიდან. ადამიანის თავის მოლა არის შიგთავსის და აუცილებლად დილას ვიწყებ წყლით. აუცილებლად. რაღაცა პერიოდი გადავეჩვია ამას და მე მივხვდი რომ ძალიან ცუდი იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ამას უწყობს ხელს. ეხლა მე მინდა რომ წავიდე, ვიარო ჯერ ბულვარში და შემდეგ მინდა რომ ვნახოთ როგორი სპორტ დარბაზი აქვს სასტუმროში.
აკუნას დიეტაზეა, არაჟანი და ბლინი კაია. ეს არის ყველაზე დაბალკალორიული ყველი და მაჭარაში რომ მოვიდვარ ძალიან განებირებული ვარ და მე მიმახხელმე კიდე და ცოტა ხანი ყოფნის. ასე რო არ ქონდეს არაჟანი. და ბლინი არა. უარის მაიონეზია. ესე თქოს არაფერი არ მისწავლებია და ვერ გამიზდიხართ. საერთოდ არაფერი მისწავლებია. ეს საუზმეზე დავხარჯე სადღაც 600 კალორია. კი გამოდი, ნუ გეზარებო. 5 და 8-ზე აიყვანე, კარგი მუსიკა ჩართე, უსმინე. შენ უკეთესი ხეთი გაფიქარი, კარგი ხეთი ველოსიპედის ფოთოლი. აჭარაში სულ შუპდები, იმიტომ რომ მაშუპებს ნესტი. თუ შეიძლება რომ გამიკეთონ დრენაჟი. გავიკეთებდი რელაქს სხვა დროს, მაგრამ ახლა ისეთი დროა რომ რელაქსი არ მინდა, დილაა, ანუ დღის პირველი ნახევარი და თან მეორე მე მგონია რომ ვისაც შეშუპება გაწუხებთ, აჭარაში ჯობია რომ დრენაჟი გაიკეთოთ. მაიკა იქნება თქვენი თერაპევტი? მე სასიამოვნოა. კი შეგჭამეთ ამ ჩემი ინდოეთის, მაგრამ ინდოეთში მასწავლეს, რომ ზოგადად ენერგიის გაცვლა ხდება ძალიან. შესაბამისად, მე ყველა თერაპევტს ვისთანაც მასაჟს ვიკეთებ, მეუბნები რომ შენ ახლა 1 საათი განდობ ჩემს სულს, ჩემს ჯანმრთელობას და იმედი მაქვს რომ მომცემ ყველაფერს პოზიტივს. წავედით. if ეხლა ვიკეთებთ იმ არის ხდება. ეხლა მოვიდით იმ პროცედურში გასაკეთოთ, რომელზეც გეუბნებოდით, რომ სულ მინდოდა და გამეკეთებინ, აი TikTok-ებში რომ არის, ხო იცი, ნინი აქ ის ვიდეო დადე TikTok-ებში როა. ამიტომ ახლა წავალ და მასაჟს გავიკეთებ თავის კალპის სპეციალურ მასაჟს. მე ახ უკვე როგორც საკუთარ სახლში ისე ვარ. ვაიმე ხალხო, თქვენ რომ ნახავთ ახლა რას ვიკეთებ, გულზე გასკდებით. გულზე. მაგრამ არა უშავს, მე მიჩვეული ვარ შურს. აუთ. ამ ქალაქში საუკეთესო აჭარული ხაჭაპური არის აქ. ნახოთ ერთი, თუ მართალია. გამარჯობათ. აჭარული ხაჭაპურის გასასინჯად მოვედი. უნდა გადავამოწმო ჭორები თქვენზე. ერთი რა ხაჭაპური გაქვთ? ესე იგი, რამდენ ხანში მოიტანენ? 17 წუთია. აჭარული ხაჭაპური ბოლოს როდის ვჭამე არ მახსოვს. აჭარული ხაჭაპური არის 625 კალორია.
და მე დღეში ვჭამ 1200 კალორიას. ანუ 635 კალორიას აჭარულში რომ დავხარჯავ. ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ყარაფერი უნდა ვჭამო, ამიტომ მთელი ვერ დავხარჯავა 635-ს, მაგრამ სამაგიეროდ ცოტას გავსინჯავ, მოდი ჩამოსაყარელო. შენ სკოლაში სწავლა? მაგარი ბიჭი ხარ და ახლა რო ისუნებ, იმიტომ მუშაობ ხო? ხო. სამაგარი ბიჭი ხარ. კალორიებს როგორ ვითვლი? ახლა ნახეთ რა. ჩამოვიწერე აპლიკაცია და მთელი დღის განმავლობაში დავთვალე, რამდენი კალორია უნდა მივიღო, რომ გავხდე. ანუ მითხრა რომ 1400-ზე შემიძლია გახდომა, მაგრამ 1200 ნორმა. ეხლა მე დავთვლი თან კალორიას. ერთი ლუკმა აჭარული რამდენია? არის რაღაცები, რაზეც უარს ვერასოდეს ვერ ვიტყვი. პირველ ჭადიდოყველი, მეორე არის ფენოვანი, ლიმონათით. ხონდით რომელი ფენოვანები მიყვარს, ბაზრო იყიდება. მესამე არის ყველიანი მაკარონი, მეოთხე არის აჭარული ხაჭაპური და მეხუთე არის ელარჯი. ანუ ეს ყველაფერი რომ მიყვარს, მიხვდით როგორ ვიტანჯები. კალორიებით რომ ვცხოვრობ. მოვიდა ძალიან დიდი მადლობა ჩემო სიყვარულო, ყავით ხელით სამუკა გაქვთ. არ ჩავაგდებ კარაქს. ანუ 616 კალორია მაქვს დარჩენილი. და ეს აჭარული თლიანად არის 1320. აი, თქვენ ეს რამდენი კალორია იქნება? 200. აი. მანქანაში ვერ ვეწყობი, ხო იცი? ამ წყარი არ ხარ. ჩართულია ზოგადად. ბაგბიანე. გამაგი ჩართულია. ანუ მე თქვენ მოყვანეთ ძალიან საჭირო მნიშვნელოვან ადგილას, რომლის მისამართიც უნდა გქონდეთ და არა მხოლოდ მისამართი, ამბები უნდა იცოდეთ. ემბაგუდის თანამშრომლობა მომენატრა. ჩვენი გადაცემის პარტნიორები იყვნენ, სპონსორები იყვნენ, თავის დროზე ძალიან ბევრი ადამიანი. მასზე მაქვს პრობლემა. ჩართულია. მაშინ მომეცის ხო? ჩავრთე, მაგრამ არ შვებოდა. არა, ჩართულია, მაგრამ ეს არა, ბრძანდებოდა. არის ხა? თემბაბუთთან თანამშრომლობთ წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანს დახმარებია, რომლებსაც არ ვიცი, სასიცოცხლო ესაჭიროებოდათ ეს და ექსკურსიაზე წაგიყვანთ. მომენატრათ თქვენთან თანამშრომლობა გამარჯობა. ჯერ ახალი კოლექცია მანახეთ რომ შევა მოწვა. ვაიმე რა ლამაზი ფერია. თუ გინდათ რომ გქონდეთ შეგრძნება რომ ცხოვრებას თავიდან იწყებთ, შეგიძლიათ შეიჭრათ თმა, მაგრამ რისკია. შეგიძლიათ შეიღებოთ თმა, ესეც რისკია. და შეგიძლიათ რომ თქვენს სახლში ავეჯი გადაადგილოთ და განაახლოთ. ეს რისკი არ არის. ამიტომ მე თქვენ გირჩევთ ზაფხულში ყველაფერი თავიდან რომ დაიწყოთ, ან სიახლის შეგრძნება რომ მოვიდეს, ავეჯი განაახლოთ. და ავეჯის განახლებასთან დაკავშირებით ახლა მოგცემთ უფასო რჩევას. ეს უშინო კანონები რომ მიიღეს, ფასის გამოცხადება გვეგრძალება. ამიტომ ემბავუთში უნდა მოხვიდეთ ან დარეკოთ რომ გაიგოთ რა ფასია, მაგრამ არის ბევრად ნაკლები იმაზე ვიდრე იყო. დანარჩენი აქ რომ მხოლოდ გაარკვიათ. ეს ფერი მე მომწონს, იმიტომ რომ არის ნაზი, ღია ფერის კედელს მოუხდება. ამას უნდა უფრო დიდი მისაღები. სხვათა შორის რო იცოდეთ, ეს უფრო რბილია ვიდრე ის. ეხლა მე თქვენ გეტყვით როგორია? სიგრძე კარგია, იმიტომ რომ კიდევ მოქვს ადგილი დარჩენილი. კარგია. კარადაც ტებადია. გახსოვთ ემბავუდის ავეჯი რო ჩაუტანეთ გურიაში შევცეფაში ქორწილში რო ავაწყეთ ყველას ახსოვს. სხვათა შორის ეგ გადაცემა ყველას უყვარს. ნინი ამოიღე ის არქივიდან. მე სტუმარი ვარ, ქორწილში მივდივარ. მობზანდი. დიზაინერს ვეძებ. საყურე ახლა აქ რომ გაიგეთო თეთრი. გამარჯობათ, გულოცავთ. დავიჯერო რა სასწაულები ხდება. ნინი, მე მგონი ამას რო გელაპარაკებო, ყველაფერი უნდა დატოვა. შენ ზოგადად მე უნდა გამოგაჩინე სიურპრიზად. უხილავი ნინი. ვინ არის ნინი, რომელიც არის უხილავი? ტელევიზორის შიგთავსიანი მაგიდა არის 7 ფერსში. და ეხლა არ მგონია რომ რომელიმე თქვენი ფერი არ იყოს. ვერანდა გააქვთ სახში? რა კარგია. თან დიდი ადგილიც არ უნდა. ანუ პატარა ვერანდა თუ გაქვთ, მაინც დაეტევა. ეს საძინებელი სქესი რომ ყოფილიყო, იქნებოდა კაცი.
ისაძინებელი იქნებოდა გოგო. ანუ ეს თუ არ არის და ესე თუ არ წვევი და ტელევიზორს თუ არ უყურებ, დასვენების ფასი რა არის თქვენი აზრით? ანუ ეს დაკ თუ არ ჩაგეძინება ერთხელ დაღლილს. ანუ ჩემი აზრით, კუთხის დივანი არის ტოპ. სიახლეები რა არის გაჩვენებთ, მაგრამ ძველ კოლექციასაც გაჩვენებთ რა. ვეც აქ რა არის? ეს არის შემოსასვლელი ტარადები. რა ფერი გინდა, როგორი გინდა, რა მაღალი, რა დაბალი, ეს არის სამზარეულოები. ეს მომწონს. ანუ ეს არის ჩემი აზრით გოგო. ეს არის კაბინეტის ჩემი აზრით. ეს არის კაბინეტის და თუ ეს სავარძელი უნდა იყოს რაღაცნაირი კაცრი ხალხისთვის. ეს რომ სქესი იქონოდა ამ სივრცეს ეს იქნება კაცი. აი თუ ის სამეული იყო კაცი, ეს სამეული არის ქალი. და ნახეთ რა, ქალი რა სილამაზეა, როგორი ხარისხია, ეს ბარხატი, ფერთა შეხამება, ბალიშები, ნახეთ რა, როგორია. როგორი განსხვავება აქვს ქალს და კაცს შორის ცხოვრებაში, კაცებს ქალები უფრო ნაზები, ისეთია ზუსტად. ემბავუდი არის საქართველოს მასშტაბით ყველა ცენტრალურ ქალაქში და 21 მაღაზია აქვს. ამდენი წლის განმავლობაში არიან ბაზარზე და ჩვენ ამაზე უკვე გვისაუბრია და ჩემ ამაყურებელმა იცის რომ წლების განმავლობაში ბაზარზე ყოფნა ნიშნავს ხარისხს. ეს ის ნიშნავს იმას რომ შენი პროდუქტით კმაყოფილია მომხმარებელი, ანუ სხვანაირად ფიზიკურად არ არსებობს. ბათუმში მაგალითად იცოდეთ რომ ეს ყველაფერი არის ლერმონტოვზე. და ზოგადად ემბავუდთან დაკავშირებით მე სხვა სენსი მაქვს და ამიტომ განსაკუთრებით გულშემატკივრობ მათ. ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ ვჭამოთ სუში. ჯერსაც იმიტომ, რომ ზღვის ქალაქია და დიახაც მინდა რომ ზღვის პროდუქტები ვჭამო. ზოგადად ესე ჩამოვყალიბდი, რომ სამყაროში, მსოფლიოში ნომერ პირველი სამზარეულო არის მეგრული. ნომერ მეორე არის იაპონური. ნომერი მესამე არის და ჩვენ რაც გინდათ. ხო და ტოკიო ჰაუსის სუში უნდა ვჭამო, იმიტომ რომ მე ვენდობი მათ. ესე იგი, მოვედით, შევედით, წავედით. სად დავჭდეთ? გამარჯობათ. სუშის რესტორანში საერთოდ სასურველია რომ იყოს ნახატებიანი მენიუ. დაჭერით, ერთად შევარჩიოთ. რომელი სუშია ყველაზე გემრიელი? კლასიკური ფილადელფია. ხო? ყველაზე მეტად პოპულარული და ისე თუმცა გვაქვს ახალი დამატებულები, არის ბურგერები, არის თინუსით, არის კატმით და ძალიან გემრიელი და უწევთ რეკომენდაციას ხომ. ავიღებთ მაშინ სუშის ბურგერს. ესე იგი სამი სახის თევზია, გველთევზა, ორაგული. ძალიან კარგი. ესე იგი, ჩვენ ავიღებთ, ესე იგი, ერთ ამ როიალ ბურგერს, მეორეს ჩიკენ ბურგერს, ერთ ფილადელფიას და ერთ ამას. ჩვენთვის ნომერ პირველი საჭმელი სამყაროში იცით რა არის? მეგრელები რო აკეთებენ მოხარშულ ხაჭაპურს. ხაჭაპური ვითროა და რო ხარშავენ. ანუ ყველის ხინკლები ვითროა დიდი. ჩვენ რო ვჭამეთ, ყვერებს ეძახიან. ანუ ის ბურგერები ძალიან კარგად გამოიყურებოდა სხვათა შორის, რო იცოდეთ. ამით იჭამა ვერაფრით ვერავითვის, ანუ ვერ წარმოგიდგენიათ გამოცდილება, რამდენ წლიანი მაქვს. ეს შენ ყავა, ხო? და აჭარული აგირჩევია გავიგე. მაგრამ შენც გაგიყოფთ ცოტა სუშის. ყველაფერი მოიტანეს, რაც მიყვარს. ეს არის ხო, ხიაში, კალმარის სალათი. პატარა ვაფეხა სალათი. უცებ რაღაცები იხსნება და მალე იკეტება ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა მომხმარებელს რო აღარ მოწონს, მაგრამ მარტივად ვრცელდება ხოლმე ამბავი, რომ აუ გააფუჭეს, მანდ გააფუჭეს და 8 წელი რომ ბაზარზე ხარ, ესე იგი შეზე არ ამბობენ რომ რაღაც გააფუჭე, გარდა იმისა რომ ნახეთ, ყველაფერი ბრენდირებული აქვს, რაც თავისთავად ხარისხზე მეტყველებს. ეხლა მესამე სივრცეს ხსნიან. ესე იგი რას ნიშნავს? იმას რომ ტოკიოს სუში არის მოთხოვნა ბათუმში. ძალიან გემრიელია. მე ყველაფერს ცოტა შევჭამ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა მოდის. ესე იგი თუ წინა გადაცემაში, როდესაც ქუთაისში ვიყავით იტალიურში, ესენი სინჯავდნენ და ამათ მან გასინჯეს. ეხლა მე გავსინჯავ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ტოკიო ჰაუსში არის დასაქმებული 70 ადგილობრივი. გემი შემოდის ძალიან ლამაზი. თითო ყველა ავიღოთ. ესო ბურგერი მაინც ჭამე. ბრინჯი. ხოდა დაჭერე ჩვენ კანონით ვიგრძელება, აი ესეთ სიტყვების თქმა. რა მაგარია სასწავლო ხელშევა. ჩემ მემეცებს მოხდები.
მე ძალიან გამიკვირდებოდა რომ ეს ასე არ მომხდარიყო. ეს სილამაზე გავკეთე. პირველ დღეს არის ეს. მეორე დღეს არის ეს. მესამე დღეს არის ეს. პირველად ჭამ სუშის ბურგერს. აუ, რატო ჭამე მანამდე ისინი? მეც ვეღარ. ეს ყველაფერი არის ბრინჯით, არ გეგონოთ ცომი, ბრინჯის ირგული ყველაფერი. მეუბნებიან რომ ომეგა-3-ით არის შევსებული. ხო, მართლა უცბად უნდა გითხრათ რომ გარდა ამ ადგილისა, კიდე ტოკიო ჰაუსის სუში არის გრანდ მოლში. იქ თუ მოხვდებით, იცოდეთ რომ იქაც არის ზუსტად იგივე ხარისხი, ზუსტად იგივე. ახალი იხსნება ასევე ახალ ბულვარში. ბესოს არ უყვარს თევზი და ბოლომდე შეახრამუნა. წარმოიდგინე, თევზი რო არ უყვარს და ბოლომდე რო შეახრამუნებს. ანუ ქულების დაწერა კანონით არის გრძელება და 10-დან 10. 10-დან 10. თან ასევე მინდა გითხრათ რომ შეფია თვითონ ის ადამიანი, ვისიც არის ეს სივრცე და სხვებს ასწავლის ამის გაკეთებას. ანუ აქ პურს აცხობს მეპურე. შემიძლია აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის სუშის რესტორანში ის რომ უნდა იყოს ფრეშ და ეს უნდა იგრძნობოდეს რომ არ არის გაყინული თევზი. აი ამაზე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით პასტა მომიტანით ხელს მოგიწერთ.